1955 წლის ივნისში საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმმა განიხილა თასწლობის ისტორიაში ძნელი და საინტერესო ექსპედიციის გეგმა. გამარჯვებისა და სიმამაცის მეტი რა უნდა გისურვოთ, სადაგვილოცნიათ ძვირფასო მეგობრებო, ამბობს ალპური კლუბის თავმჯდომარე აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი. ექსპედიციის უფროსმა დოცენტმა ოთარ გიგინეიშვილმა პრეზიდიუმს გააცნო ექსპედიციის მარშრუტი. ქართველი მსახიობები უნდა ავიდნენ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ამირის მწვერვალებზე. ზღვის დონიდან 6753 მეტრის სიმაღლის მოლოტოვის პიკი, 6400 მეტრის სიმაღლის პრავდის სახელობის მწვერვალი, 7485 მეტრის სიმაღლის სტალინის პიკი. ეს მწვერვალები ხარმოს კვანძის სახელით არიან ცნობილი. არ ვიცით, იპოვით თუ არა ასასკრ. აი, მდინარე ობიხინგოუ. რამდენიმე 1000 კილომეტრი გაიარეს ქართველმა მსახიობებმა, რომ შუა აზიის ამ ულამაზეს ხეობაში, ობიხინგოუს ხეობაში მოსულიყვნენ. მსახიობებმა დიდი ხანია დატოვეს საავტომობილო გზა. აქ არ არის მოსახლეობა, არ არის გზები, არ არის ხიდები. იქნება ზურმუხტოვანი ხე, ლამაზი ჩანჩქერები. ალპური ყვავილები მიახსნებდა მათ მიზნისაკენ. უხიდოდ ამასაც გაუჭირდა. ხეების მწვანე ფერდობები არ თავდებოდა. ბევრი დაფრთხილება გადაეღობა წინ ღამებზე მოვაშორე. პირველი დაფრთხილება ალუპი და სწრაფი მდინარე ხირგიზობი იყო. ელვის სწრაფით ოქრის და მოაფსხინულის ნატეხები ფიცხელ მდინარეს, ამიტომ ვერც ცხენითა და ვერც ხეითად ვერ გადასვლა მას. მხოლოდ საბაგირო გზით შეიძლება გადასვლა. ეს თოკი კაპრონისაგან არის დაგრეხილი, მაგარია და საინე. ძიმე ზურგჩანთა გადაიტანეს. ცოტა ძიმია აბატანა და არც ისე სასიამო. ყველაფერი ვიწია, გადასვლა შეიძლება. პატარა მგზავრი კავშირია ფეხით რომ გადასულიყო. ეთყობა მოეწონა უშუალო მგზავრობა. მთელი დღე მოუნდნენ მდინარეზე გადასვლას. დაიწყო მდინარე ხარმოს ხეობა, ლավ უგზოობა, გაუვალი ხეები.
100 სიმაღლეზე, ზღვის დონიდან 3100 მეტრის ზევით, კავკასიონზე ბალახით ძლივს ხარობს. აქ კი შესანიშნავი ხეა. დღეს მიდიოდა ქარავანი და 155 კილომეტრი გაიარა. ღარმოს მყინვარის ენასთან დაიშალა ბანაკი. საჭიროა ჯანმრთელობის კიდევ ერთხელ შემოწმება. იქ ზევით ექიმი აღარ იქნება. ლაბარაკობს ღარმო. ქართველი სასწრელები დაუკავშირდნენ ამირის სხვა მწვერვალების დასაპყრობად დამოსულ მოსკოველ სასწრელებს, ცნობილი ალპინისტის აბალაკოვის ჯგუფს. აქედან სასწრელის მეტი კერავინ გაივლის მთების ციცაბოებს. თვითონ მიაქვს 5 ჩანთელი, თითოეული 35-40 კილოგრამს იტონს. ამ უნდა იარონ მრავალი ხე და შიშტინულოვან ქარაფები. ჩანჩქერებითა და ნაკადულებით არის დაფარული მთელი ტანი. გადასასვლელი არ არის. საჭიროა ედის აღშევა. დაქანებული ალმასებრ უკრუხ ცივია. კავკასიონის მწვერვალებზე სიარულს შეწეული ვაშკაცები გაბედულად მიაბიჯებენ უქსწრულის თავზე. ყოველი ნაბიჯი სიფრთხილით უნდა გადაიდგას. სამწუხარო ნიშანია 1953 წელს დაგვიწყდა სასწავლო სამახსოვრო აგებული პოსტა. სასწრელებმა იგი ებერდეის ვავილები შეა. გამარჯვების მენის მიიწლებდნენ ქართველი სასწრელები ფინუს სასამართლოს. მიწის ნასახით გაქრა. მარადიული ცხოვლის საბურველი ფარავს ამირის გოლიათი. ამირის კიდევ ერთი საოცრება. ტბა ყინულის ველზე, ზღვის დონიდან 4400 მეტრის სიმაღლეზე.
სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს. 80 მეტრის სიმაღლის ციცაბო კედელზე ჩამოერთნენ მოიერიშე, რომ წინილის კედლის ნაბღალის მეორე მხარეზე ასვლა. კედელზე დონასწორობა არ არის მისცემ. ასეთ ადგილებში რკინის წყალოების გარეშე ასვლა შეუძლებელია. ყველაფერი დადაბულია, გონება, კუნთები, უხთასნები. ეს საფრთხეებად გადავარდა. მოწინავენი წყალოების თავით, დანარჩენები ითხოვს. წინილის დერეფნების მიიგრებდნენ გზას. აქ არასოდეს ფეხი არ დაუდგამს ადამიანს. აპრულია იმისამე, მაგრამ ხასმელები ახლა სილამაზეს ვერ ამჩნევენ. ყოველ ხუთს შეიძლება დაინგრეს ეს შესანიშნავი როლის სასახლე და ქვეშ მოიპოვოს ყველა იქნებო. ამიტომ კითხი მხოლოდ ერთია, ფრთხილად და კიდევ ფრთხილად. სულთვათი შურია. რამდენიმე თვის განმავლობაში ერთსულოვნად ებრძოდნენ ქართველი ვაჟკაცები უცნობ ციცაბოებს და აი თოვლიან ველზე 5000 მეტრის სიმაღლეზე დაბანაკდა ქართველთა ჯგუფი. ამიერიდან ამ ადგილს ქართველთა ნაბინავარი ეწოდება. აქ პირველად ქართველმა კაცმა დაადგა ფეხი. ოთარ გინეიშვილმა საბოლოოდ დაადგინა შემდგომი მოქმედების გეგმა დიმიტრი ობოლაძესა და ალექსი ივანიშვილთან ერთად. მაქსიმე გვარდიანი დაიყვანს მოიერიშეთა ჯგუფს, ჯორჯი ზურაბიანი კი მაშველს ჯგუფს. აი, როგორ გამოიყურება ის, რაც დღემდე რუკაზე თეთრი ლაქით იყო აღნიშნული, რაც დღემდე აცის თვალს არ ენახა. აკადემიის წევრი, მოლოტოვი, pravdis მწვერვალები, სტალინის მწვერვალი. აქედან საჭიროა 2,5 კილომეტრის ყინულის კედელზე ასვლა. დღემდე ვერავინ დაიპყრო ის. აგვისტო, იერიში დაიწყო. მათგან სიმაღლე, გზად გაუდება. ჟანგბადი თანდათან კლებდა. მაქსიმე გვარდიანი, მიხეილ ხერგიანი, იოსებ კახიანი, იუნგერ მეძმარიაშვილი, ლევან ახლებიანი, სოზარ გუგავა, ჯოფია გუგავა, ზურაბ ახლებიანი,
დიმიტრი ობოლაძე. აგვისტოს ადამიანმა პირველად შედგა ფეხი მოლოტოვის სახელობის მწვერვალზე. 19 აგვისტოში დაიწრეს რავთის მწვერვალი. აკადემიის ხედიდან უთეულმა გზა განაგრძო ლეგენდარული მწვერვალი სტალინის დიგისაკენ. იდიან ახალგაზრდები იოსებ კახიანი, იუნგერ მედმარიაშვილი, ლევან ახვლედიანი, მიხეილ ხერგიანი, მაქსიმე გვარდიანი უზრუნველყოს მასწრით საიმედო ზურგს. თავდადებით მოქმედებს დამხმარე ჯგუფი. მათ მიაქვს საჭირო სურსათი ქართველთან აბინავა. ქართველობა მეგობრობის გამბილი გამოხდა. ექვსე დღეა საათით მისდევენ ყინულის კედელს. ძნელია მოძრაობა. უძილო ღამეები ასუფლებს ორგანიზმს. ჟანგბადი სიმცირე ადუნებს სხეულს. მწვერვალამდე რამდენიმე ნაბიჯი გადაღდა. სწორედ ამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მუხლი აღარ გემორჩილება, სისხლი ატვება საფეთქებას. მხოლოდ გული ეურჩება დაღლილობას. მხოლოდ მწვერვალისაკენ. სამხედრო საქმეები შესწვალეს შეგალტონები. ერთი შეტევა და ყველა სიგნელი დაავიწყდება ფაშკას. ქართველმა ხერხი შედგა საბჭოთა კავშირის უმაღლეს წერტილზე. სტალინის სახელობის მწვერვალი. აი ისი, მაგრამ მეოთხე რა ის? მეოთხე კინოაპარატი აღნიშნეს გამარჯვება. ამიტომ ისონ ვერ მოხდა ეკრანი. ამინ აპრობი აღალიას იადი ეს, მაგრამ მათზე მაღლა ადგა ადამიანი.